ხშირად გავიგებთ ჩვენ სულიერებაში, რომ იესო ქრისტე მეფე. კიდევ ჩვენს რეალობაში ბევრს აქვს მეფობის ამბიცია სულიერებაში. და რატომ მაინც და მაინც მეფე? რა შვაშია მეფე? სულიერებაში მეფე არ არის ისეთივე, როგორიც მიწიერი მეფე. მაღალ ვიბრაციულ ცივილიზაციაში, სამყაროში არ ყავთ როგორც ასეთი პოლიტიკოსები ან ვინმეს მიერ არჩეული მთავრობა ან ხელმძღვანელი, არამედ ყავთ ბუნებრივად ქმნილი მეფე. რას ნიშნავს ახლა ბუნებრივად ქმნილი მეფე? ბუნებრივად ქმნილი მეფე ნიშნავს იმ სულს, რომელმაც თავისი ღირსეული მაღალ ვიბრაციული მდგომარეობით მიაღწია ღვთიურ ყველა იმ წახნაგს, რომლითაც დაიმსახურა მეფობა ბუნებრივად, ყოველგვარი არჩევნების და ყველაფრის გარეშე. ამიტომ მაღალ ცივილიზებული საზოგადოება ცხოვრობს ბუნებრივად წარმოქმნილი მაღალსულიერი მეფით. ჩვენს მომავალ ცივილიზაციას იგივე ელოდება მეფე, ბუნებრივად გამოყვანილი სულიერი მეფე, მაგრამ დღეს ცდილობენ სრულ მეფეები გამეფდნენ სულიერებაში. ამიტომაც უწოდებენ ის მეფე, კულტები აქვთ ჩამოყალიბებული. მეფე ეყოლება საქართველოს, მაგრამ არა ის მეფე, რომელმაც რაღაც მემკვიდრეობით მიიღო ტიტული, ან ვიღაცამ რაღაც სექტა გააკეთა და მეფე უწოდა თავის თავს და ბნელია და ძალაუფლებისკენ მიისწრაფვის და ასე შემდეგ. მეფე გახდება ბუნებრივად, გამოჩნდება ბოლო ჟამის დროს, ვინ არის მეფე? იესო ქრისტე მეფეა, მაგრამ იმ გაგებით მეფე არა, როგორც მიწიერი მეფე. ასევე ქართველ ერსაც ეყოლება სულიერი მეფე, რომელიც იქნება საქართველოს მმართველი და რომელიც ბუნებრივად წარმოჩინდება. მას არც მოუწევს თქვას, რომ ის არის მეფე, მე ვარ მეფე, არ უწოდებს საკუთარ თავს მეფეს, ბუნებრივად მოხდება თავისი იმ პიროვნული მდგომარეობით, რომ ის არის ღვთიური მეფე, დედამიწაზე გამოგზავნილი ქართველებისთვის. მეორედ მოსვლის 4 მხედარს, რასაც უწოდებენ აპოკალიფსის 4 მხედარი. ეს არის ავადმყოფობა, ომი, შიმშილი, გარდაცვალება, იგივე სიკვდილი. ავადმყოფობა იყო კოვიდი, ომს აპირებ და დანარჩენი გზებიც, როგორც ჩანს, წინ არის. მაშასადამე, ყველა ამ პროცესის გავლის პროცესში გამოიკვეთება ბუნებრივი სულიერი მეფე. თუმცა, ყალბი ლიდერებით იქნება გატენილი გასავლელი გზის პროცესი. ფინიშში გამოჩნდება ნამდვილი სულიერი ლიდერი. იესო ქრისტეს სარგულისხმობ საუბრობ დედამიწაზე. როდესაც დასრულდება უდიდესი გლოვა, რაც აქამდე არ ქონია დედამიწას არც ნოეს დროს, არც მეორე მსოფლიო ომის დროს და არც არასდროს, ყველაფერი დაალაგდება თავის ადგილზე. ვინ არის, სად, როგორ და ასე შემდეგ. ყველა დაითვლება, ყველა გამოითვლება, ყველა გამოჩნდება, ყველა სახე, რა გააკეთა, რა შრებოდა, ყველაფერი გამოვა გარეთ. ამიტომ ბუნებრივი სულიერი ლიდერები გამოჩნდებიან ბოლოს. თავიანთი ამ პროცესების მიხედვით, რა პროცესებსაც აპოკალიფსის პერიოდში გაივლიან, რა ღირსებებსაც აჩვენებენ, რა თავგანწირვასაც აჩვენებენ, რასაც აჩვენებენ. ბოლოს გამოიწრთობა ლიდერები სულიერი და გამოჩნდება. მაგრამ სანამ ეს პროცესი მოხდება და საბოლოოდ გამოვლინდება ყველა, სანამ ფინიშთან მივალთ და სანამ გადავივლით მეორედ მოსვლას, როცა ეს იქნება და არავინ არ იცის ზუსტად როდის იქნება. ასე რომ არ ვისაუბრებ მე დღეს ზუსტად როდის იქნება. მე ვისაუბრებ რა იქნება და რა ხდება ეხლა და უდიდეს ცოდნას გაგიზიარებთ, მოისმინეთ. პირველი მხედარი არის ავადმყოფობა, კოვიდი. კოვიდმა რა გააკეთა? კოვიდმა დაარტყა ადამიანის ნევრებს. ასევე აცრები და ბევრი პროცესები იყო. ადამიანი შეაჯანჯღარა, ამოაგდო მშვიდი მდგომარეობიდან, მაშინ როდესაც ისედაც მშვიდში არ იყო. ეხლა ხელოვნურად ყველა ქვეყანა ცდილობს ომში ჩაერთოს. ყველა, რადგან მათი მეთაურები შეთანხმებულები არიან. ყველა ქვეყნის მეთაური შეთანხმებულია. ყველას უნდა ომის დაწყება. ის მეთაურები კი არა, მათ უკან ვინც დგას, ისინი არიან შეთანხმებულები. და თუ დააკვირდებით, თითიდან გამოწვეული ომებია, აი არაფრიდან დაწყებული ომებია. სინამდვილეში ომი უნდა ყველას. ომის შემდეგ რატომ მოდის შიმშილი? ალბათ იკითხავთ 4 აპოკალიფსის მხედარი, ავადმყოფობა გავიგე, რომ ადამიანებს სიცოცხლეს ურყევს. ომი გავიგე, მაგრამ შიმშილი რა შვაშია? წყურვილი რატო არ არის კავშირში ან სხვა რაღაც? შიმშილი რა შვაშია? შიმშილი იმ შვაშია, რომ ნებისმიერ ომს მოყვება დეფიციტი პროდუქტის და არა მარტო პროდუქტის, ყველაფრის დეფიციტი. რაც უფრო მეტი ქვეყანაა მსოფლიოში ომში ჩართული, მით უფრო დეფიციტია მსოფლიოში. აღარ ხდება წარმოება პროდუქტის, ნივთების და სხვა ყველაფრის. ყველაფერი ჩერდება. და ის კი არა, რომ შენ ომში ხარ და ვიღაცა დაგეხმაროს მეორე ქვეყანა, არა. ყველას იქეთ სჭირდება მაგ დროს საკვები და სხვადასხვა რესურსები. მსოფლიო ომში ჩართვა იმიტომ სურთ, რომ ეს გამოიწვევს უდიდეს შიმშილს და შიმშილს მოყვება ყველაფერი ცუდი. და ეს შიმშილი მარტო საკვებს არ გულისხმობს, წამალი, საწვავი, შუქი, ყველაფერს გულისხმობს. და მეოთხე ხედარი გარდაცვლა, სიკვდილი. ოღონდ აქ სიკვდილი არ იგულისხმება ფიზიკურ სიკვდილში, არამედ ეს იგულისხმება სულიერ სიკვდილში. ადამიანები, რომლებიც ღირსეულად იცხოვრებენ და
ღირსეულად გარდაიცვლებიან თუნდაც ყველა ამ გზის პროცესში, ისინი არ მოკვდებიან. ისინი გარდაიცვლებიან ღვთის სახლში და ის ადამიანები, რომლებიც გარდაიცვლებიან, იქედან იესო ქრისტეს მოსვლის პერიოდში მობრუნდებიან უკან. შესაბამისად, აპოკალიფსის მეოთხე მხედარი სიკვდილი არ არის ფიზიკური. სულიერ სიკვდილზე აქ საუბარი. სულიერი სიკვდილი იგულისხმება იმაში, რომ სატანა ჩაიყოლიებს ამ ყველა ადამიანს, რომელიც სულიერად დაეცა. აპოკალიფსის 4 მხედარი არის დომინოს ეფექტის დარტყმა. ავადმყოფობა, ნევრები შეურყია, იქ დანიშნეს, იმუნიტეტი გაუნადგურეს ადამიანებს აცრებით. შემდეგ ომმა გამოიწვია ადამიანების სიცოცხლის განადგურება, ნგრევა, რაც იწვევს შემდეგ შიმშილს და დეფიციტს. შიმშილში იგულისხმება არამხოლოდ პროდუქტის არარსებობა, არამედ ყველაფრის არარსებობა. საწვავი, ვერ გადაადგილდები, შუქი, ეს ყველაფერი დაფუძნებულია საწვავი რომ მუშაობს, თუ რამე გაფუჭდება ელექტროსადგურში, ჩამოდის საზღვარგარეთიდან, დეტალები და ყველაფერი ერთმანეთთან მიბმულია. ჩვენ მთელი მსოფლიო ერთმანეთთან მიბმული ვართ. რეალურად მთელი მსოფლიო არის გადაბმული საქმესთან მიმართებაში. ამიტომ მთელი მსოფლიო თუ ჩაერთვება ომში, რესურსების სერიოზული დეფიციტი იქნება. ამიტომ დაიმარაგეთ არა ფული, არამედ რესურსები, საწვავი, საკვები, წამლები და მსგავსი რაღაცები. ნამდვილი რესურსი არის რესურსი, მატერიალური, რაც უკვე ნაყიდი გაქვს და არა ფული. ფული მაშინვე დაკარგავს ძალას, როგორც კი რაღაც ისეთი მოხდება ღმერთმა ყველა დაიფაროს. ეხლა მოდი ცოტა ეს მსოფლიო ომის სიტუაცია განვიხილოთ. ეს ყველაფერი მიიღეთ მშვიდით. ეს არის ცოდნა, რომელიც გამოგადგება იმისთვის, რომ დაფიქრდე რაღაცაზე და წინ დახვდე სირთულეს. რატომ თქვა მამა გაბრიელმა, რომ ისეთი შიმშილი იქნება მიწას შეჭამთო. წარმოიდგინე, ესეთი შიმშილი რა უნდა გამოიწვიოს? ომი იწვევს, ხო? უკვე მივხვდით შიმშილს. მაშასადამე ეს იმას ნიშნავს, რომ ყველას ჩაითრევენ ომში. აგიხსნით მაგას, როგორ ჩაითრევენ ყველას ომში. ყველას ომში ჩაითრევენ მარტივად. როგორ? ერთი ქვეყანა ებრძვის მეორეს. A ქვეყანა ებრძვის B ქვეყანას. A ქვეყანას უჭერს მხარს 20 ქვეყანა, B ქვეყანას თქვათ 10 ქვეყანა. პირველი ქვეყანა, რომელსაც უჭერენ მხარს, ხარდამჭერებს დაარტყამენ ბომბს. მაგალითად, თქვენი აზრით დუბაიში რა მოხდა? საერთოდ რა შვაშია დუბაი? ჩავარდა რაკეტა. ესენი უბრალოდ ერთმანეთს კი არ ებრძვიან ერთი ქვეყანა მეორეს. არამედ ეს მხარდამჭერებიც უკვე შედიან ომში. ჩამოაგდო დუბაიში. რა შვაში იყო დუბაი, ხო? თავშია. სინამდვილეში ორი ქვეყანა კი არ იბრძვის უკვე, არამედ მათი მხარდამჭერებიც ერთვებიან ბრძოლაში და ომში მსოფლიოს ჩათრევა არის მარტივი. პირველად ეს მათ არ გაუკეთებიათ. ესენი ტესტავდნენ პირველი მსოფლიო ომის დროს, ყველა ამ პროცესს მეორე მსოფლიო ომის დროს. როგორ ჩაითრიონ ყველა ომში და დიდი გამოცდილება დააგროვეს. ამიტომ მსოფლიო ომში ჩათრევა არ არის რთული. თუ ყველა შეთანხმებულია ლიდერები ამაზე. და ამ ლიდერების უკან დგანან დემონთა გაერთიანება, რომლებიც შახმატის დაფას ამოძრავებენ. ის ყველაფერი, რასაც თქვენ ისმენთ, ეს არის უბრალოდ ცრუ. ვითომ ჩემთან ჩამოაგდო ბომბი, ეხლა მეც უნდა ვუპასუხო, უნდა შევიარაღდე. აქ ამასთან ჩამოაგდებს, იქ ტერორისტულ აქტებს მოაწყობს ევროპის ქვეყნებში და ევროპაც უკვე ჩაერთვება ომში. ელემენტარულ უბრალო საზოგადოებაში, როდესაც ერთი ქვეყანა იწყებს ომს მეორე ქვეყანასთან, არც ერთ მხარდამჭერი არ უნდა ყავდეს. ყველა უნდა იყოს შეთანხმებული, რომ გაჩერდით ბიჭებო, მოდი ესე ვთქვათ. მაგრამ გაჩერდით ბიჭებო კი არ ხდება აქ. არამედ აბა ბიჭებო, შენ ვის გაუბედე, ჩემს ძმაკას დაარტყი და უბრალოდ ორი ადამიანი კი არ ჩხუბობს. წარმოიდგინეთ, ორი ბიჭი ერთმანეთთან ჩხუბობს. ამ ბიჭს გამოყვა ერთი 20 ძმაკაცი, ამასაც 20 ძმაკაცი მეორესაც. ამ ბიჭებმა ერთმანეთს დააყარეს. მაგრამ რომელიღაცას იქ არ მოეწონა რაღაც და ერთი ბიჭის ძმაკაცმა მეორე ბიჭის ძმაკაცს რაღაც უთხრა. როგორ ჩხუბში ხდება და ყველა ჩაერთო ჩხუბში. იგივეს განხორციელებას ცდილობენ. როცა ყველა ქვეყანა ომში ერთვება, ყველას აქვს დეფიციტი. იწყება შიმშილი. შიმშილი არა საკვების, არამედ ყველანაირი რესურსის. დაწყებული სველი სალფეთქიდან დამთავრებული საკვებით, ბავშვთა ყველაფრის დეფიციტი იწყება. და ის კი არა რომ სხვას დაეხმაროს, არამედ მთელ მსოფლიოში ყველას დაჭირდება იქეთ დახმარება, რესურსი. და ეხლა წარმოიდგინეთ 90-იან წლებში, როდესაც კომუნიზმი ჩამოინგრა, ომიც კი არ იყო და სხვა ქვეყნები კარგად იყო და ასე თუ ისე გვეხმარებოდნენ და ასე შემდეგ. და ყველა თუ ომში ჩაერთვება, 90-იანები იქნება კამფეტი. მიხვდით რის თქმა მინდა? არავინ ხელის გამწდომი არ იქნება, ყველას იქეთ დაჭირდება ხელის გაწდომა და გაგიმართლებს თუ დაგეხმარონ კი არა იქეთ არ დაგაზარალო. ეხლა მაგ აღარ შევალ ინფრასტრუქტურას რა დაემართება და დეტალებში არ შევალ. მაგაზე შეიძლება მოგვიანებით ჩავწერო ვიდეო რა უნდა ქნათ, რა უნდა დაიმარაგოთ და ასე შემდეგ. ამიტომ ყველა ცდილობს ომში ჩაერთოს. თქვენ ალბათ კითხვას დასმევთ, ესე არ იქნება ეხლა რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტი, ესე არ არის. თქვენი აზრით ამერიკას პრეზიდენტი მართავს? ან პრეზიდენტები მართავენ ევროპის
ქვეყნებს მართვის უამრავი ფორმა არსებობს. ფინანსური, არაფინანსური, დემონური და ასე შემდეგ. ამერიკის პრეზიდენტი ავიღოთ. ამერიკის პრეზიდენტმა თავადაც არ იცის ამერიკაში რა საიდუმლო პროექტები ხორციელდება ქვეყნის მასშტაბით. არის პროექტები საიდუმლო, რომელზეც არავინ არ იცის. არავინ არ იცის ამერიკას ვინ მართავს. არავინ არ იცის ქვეყნებს ვინ მართავს, რეალურად ვინ მართავს. მათ უკან ვინც დგას, ისინი მართავენ. ფინანსებით და თავიანთი საცეცებით. ამიტომ ყველას უნდა ომის დაწყება. ამიტომაც იყურებით რა ხდება, რა მიზეზი გაქვთ. არა აქვთ ის მიზეზი, რა მიზეზსაც თქვენ ეძებთ. სხვა მიზეზი აქვთ. ყველას უნდა ომში ჩაერთოს და დაიწყოს ომი. ეხლა მე აქ რაღაც ნარატივს აბაომი გინდას არ ვაჟღერებ. ზოგადად მაგ საკითხთან მიმართებაში ჩემი შეხედულება ის არის, რომ შენ თუ ომი არ გინდა, უნდა ემზადო ომისთვის. უნდა იყო მზად ყველანაირად, შეიარაღებით და ყველაფრით. მოდი ეს სხვა ფენაა, მე პოლიტიკაზე არც ვსაუბრობ, მე თქვენ აქ გელაპარაკებით სხვა რაღაცაზე, თემა არის სხვა რაღაც. ამიტომ პოლიტიკაზე არავინ არ მელაპარაკობს. რატომ უნდა ომი? პასუხი მივიღეთ. ომს მოყვება დეფიციტი, შიმშილი. შიმშილს მოყვება გარდაცვლა. ომში ბევრი წარწყდება სულიერად, ბევრი დაეცემა სულიერად, ბევრს წაიყოლიებს სატანა. მათ იციან გარანტირებულად, ვინც ომს იწყებს, ყველა მიციან საბოლოოდ რა ხდება. ყველა მიციან, რომ სატანასთან გადაიკეტებიან. მაგრამ სანამ სატანასთან გადაიკეტებიან, სულთ რაც შეიძლება მეტი ადამიანი წაიყოლიონ ფიზიკურად კი არა, სულიერად. ფიზიკური გარდაცვლა არაფერი არ არის. სულიერი გარდაცვლა მიზანი. რაც შეიძლება მეტი წაიყოლიოს. გამარჯვების იმედი კი არა აქვს სატანას ან ამ ყველა შაუბნელ ლიდერებს. იციან, რომ გარანტირებულად წაგებული აქვთ ქრისტესთან, სამყაროსთან, რადგან ჩვენი სამყარო გადადის ღვთიურ ფაზაში. ამას ვერაფერი ვერ აჩერებს. ფიზიკა, კანონია. ერთადერთი რაც სურთ წაიყოლიოს ბევრი სული ბნელში. ეხლა კითხვას დასვამთ. რატომ მაინც და მაინც ეხლა? ეხლა იმიტომ, რომ თქვენ ყველანი იღვიძებთ. თქვენ ყველანი გადადიხართ ღვთის მდგომარეობაში. ღვთიურ მდგომარეობაში გადადიხართ. ძალები გეღვიძებათ, ღვთიური არსები ხდებით და მათ ეს იციან, რომ ამ წლებში თქვენ გახდებით დიდებულები. ამიტომ სანამ გახდებით დიდებულები, მაქამდე უნდათ გაგანადგურონ. ამ ყველაფრის მიზეზი არის ის, რომ მოგიახლოვდათ დრო, როცა თქვენ ხდებით ღვთიურები და დიდებულები. და სანამ ეს გახდებით, ამათ უნდათ რომ წაგიყოლიონ, გაგაჩერონ. შენ ვერ გახდები ღვთიური თუ შენ უფალთან არ იქნები, გაცნობიერებულად, უბრალოდ ლოცვით კი არა, ცხოვრების წესით. ეს სურთ მათ, რომ არ მოხდეს შენი გაღვიძება და გაღვიძებამდე სურთ საწოლში გაანადგურონ ადამიანი. იმიტომ რომ მერე ვეღარ მოგერევიან. ეხლა მოგერევა, რადგან არ გაქვს გაცნობიერებები, არ სწავლობ, საერთოდ დაგავიწყდა სული რა არის და ვინ ხარ? ფული. მერე ვეღარ მოგერევა, იცის. ამიტომ ეხლა დაიწყო ეს პროცესი. მაქამდე რატომ არ დაიწყო? მაშინაც ხომ მოგერეოდა მერეც. მაქამდე თავადაც უნდოდა სიცოცხლე, ცხოვრება შენს ხარჯზე და ეხლა უკვე სხვა გზა აღარ დარჩა. ეხლა უკვე შენთან ერთად ვეღარ იცხოვრებს. შენ ხარ დაახადე მას, ნელ-ნელა შენში შემოდის ღვთიური ძალები, გაცნობიერებები და დამთავრდა, აზრი აღარ აქვს მისთვის, ვეღარც მოგატყუებს, ვეღარაფერს ვეღარ შვება და ერთადერთი რაც შეუძლია გააკეთოს, წაიყოლიოს რაც შეიძლება ბევრი ადამიანი სანამ გაიღვიძებს. მიზეზი ეს არის. და სანამ ფინიში იქნება და ფინიში არის, როცა უკვე იესო ქრისტე მოვა. მაქამდე იქნებიან ცრუ მსწავლებლები. აი დღეს რაც ხდება, რომელი ერთი გავს წმინდანს თავისი მოქმედებით და სულიერი მდგომარეობით და მშვიდით, რომელი ერთი გავს. ამიტომ ეხლა დემონები ალყაში აქცევენ. ბჭყალებში ვითომ სულიერ ლიდერებს, რომლებიც ბჭყალებში ვითომ ქრისტეს ქომაგები არიან და ქრისტეს დამცველები და საქართველოში ვიც გყავს ვითომ და სხვა დანარჩენები კიდე მეფე რო გყავს ვითომ. ყველას ამას სურს აგიყოლიონ, მოქმედებებით ჩაგაგდონ დემონის მდგომარეობაში, განცდებით. აბა ეხლა თქვენ რა გონიათ? რა ხდება იქ? ეხლა იესო ქრისტეზე და ამ ყველაფერზე რომ დაცხეს ერთმანეთს. იმას 100,000 კაცი ყავს გამომწერი, იმას მე მგონი 50,000 და 50,000 კაცი დააჯახეს 100,000 კაცს და ერთმანეთს აჭმევინებენ. ის კი არ იყოთ რომ სხვის რელიგიას ეხებოდნენ, ჭამდნენ, იესო ქრისტეს გინებას ისმენდა და ვითომ უსაბუთებდა რომ ღმერთი არსებობს და ეს კი არ იყო, უკვე მასშტაბზე გადავიდნენ და 100,000 თავისი გამომწერი დააპირისპირა მეორემ თავის 50,000 თუ 200,000 გამომწერს და ეს ხალხი ერთმანეთს დაუპირისპირდა და გაიხლიჩა და ღმერთი დაავიწყდათ და გონიათ ღმერთთან არიან და ესეთი სულიერი ბჭყალებში ლიდერები არიან პირდაპირ დემონის დამქაშები. პირდაპირ მაგ გამოიკვეთება ორი პერსონა. პირველი რომელიც აცნობიერებს რომ დემონის დამქაშია, მეორე ვერ. ეხლა როგორ უნდა გაარჩიო დემონის დამქაშია ადამიანი თუ ვისი? ადამიანი თუ ჩხუბებშია, მის ჩხუბს თუ სხვა ადამიანები განიცდიან და ჩართული არიან ამ ჩხუბში, რაც ხდება, ეს არის დემონური. 100,000-მა ქართველმა დააყარა მეორეს 100,000 ვიღაც ლაწირაკის გამო, რომელიც ჩვეულებრივად შეპყრობილია. მაგას არც ეზოთერიის და სულიერების ცოდნა არ ჭირდება.
რომელმაც წმინდანმა ააგო თავისი კარიერა ჩხუბზე, ან სხვა ადამიანზე რელიგიის გინებით, ან რო ჩემი ჯობია, შენი ჯობია. რადგან ეს არის დემონური, ეს არის სატანური ჩხუბები, კამათები, დაძაბულობა. ის ამას ვერ აცნობიერებს. ისია შეპყრობილი, იდეალური არის არსი, რომელიც ვერ აცნობიერებს, რომ შეპყრობა აქვს. მისი ბრმა რწმენა რომ ღმერთთან არის, შენს გატყუებს. ეხლა მაშინ იგივე შეიძლება თქვა ჩემზე. მაშინ შენ თავზე რა სიტყვი? მე ვიცი რომ პირდაპირ ღმერთთან ვარ. რატომ? მარტივად გიპასუხებთ. მე უნდა ვიყო ყველაზე დიდ ჩხუბებში საქართველოში. მაგრამ თუ დააკვირდით, მე არავის არ ვეჩხუბები და ჩემი გამომწერები მშვიდში არიან. არავისთან დაპირისპირებაში არ არიან. არც მე არავის პირადად არ უპირისპირდები, არც გულში, არც ისე. მე ვაკეთებ ღვთიურ საქმეს და გასწავლით, როგორ იყოთ მშვიდში, ძალაში და ყველაფერ ამაში. აი საიდან ვიცი, სად ვარ. ადამიანი შეაფასე მისი ნაყოფით. რა მდგომარეობა აქვს შიგნით. მერე შეხედე იესო ქრისტეს წმინდანებს და შეადარე, შეესაბამება თუ არა. არ შეესაბამება. მარტივად გეტყვით. მე ეხლა ვინმე შავმაგს რომ დავუპირისპირდე. ჩავწერო მასე პირადად ვიდეო, სახელები ვახსენო. მერე მან ჩაწეროს, მერე მეუპასუხო, მან მიპასუხოს, მეუპასუხო. თქვენ, ვინც ამდენი წელი მისმენდით, ჩემს მიმართ სიყვარული გიჩნდებოდათ, რადგან მე თქვენ გეხმარებით, მე ვისაც დაუპირისპირდები, თქვენ მის მიმართ გაგიჩნდებათ აგრესია, რომელიც არის სატანის. ბრაზი, ჩხუბის სურვილი, კომენტარებში დაცხებთ ერთმანეთს, დაღეჭავთ ერთმანეთს და მე რომ ესეთი რაღაცები გავაკეთო, მე პირდაპირ ვიქნები სატანის მოციქული. ამიტომ არიან ისინი სატანის მოციქულები, ოღონდ ნაწილი ვერ აცნობიერებს და ნაწილი აცნობიერებს. სატანის მოციქული გაღეჭინებს შენს ძმას გვერდით, რაც დღეს ხდება. იესო ქრისტე, წმინდანი გაჩვენებს ისეთ გზას, სადაც ჩხუბი კი არ გიწევს, უბრალოდ სიმართლეს ლაპარაკობ. მშვიდში ხარ, შენი მსმენელი მშვიდშია და ყველა სიყვარულშია და ვერაფერი ვერ ერევა მას. ეს არის ღმერთი და სატანა ის არის, ვინც ერთმანეთს აღეჭინებს. ეს გელოდებათ აპოკალიფსის პერიოდებში. ლაწირაკების გამო ერთმანეთს დაღეჭავთ და სულს დაკარგავთ. აბა სულის დაკარგვა არ არის ასობით და 100,000-ობით ქართველი ერთმანეთს ჭამს, ვითომ სულიერებაში არიან. სულიერებაში კი პირდაპირ სატანასთან ხარ. ოღონდ არიც. იესო ქრისტემ სწორედ ესეთ ადამიანებზე დაიბარა, რომ იქნებიანო ყალბებიო, რომელიც ჩემი სახელით ისაუბრებენო. ზუსტად. აი საქართველოში იესო ქრისტეს დამცველად ვინც აცხადებს თავს, წამოიწყო უპრეცედენტო ომი, რომელ ომსაც წლების განმავლობაში აჩაღებდა ადამიანებში. იქ რელიგიურ ომს, რომ შენ ათეისტი ხარ, ათეისტი უგინებდა ქრისტეს, ყველაფერი ნაგავი მოგასმენინა, თუ რამე შეიძლება მოგესმინა იესო ქრისტეს გინებიდან დაწყებული ყველაფერი შეგაჩვია. და მერე ჩაქრთო საერთო ომში. ამ პერიოდში, როცა ესე იგი ამერიკა ირანს ბომბავს და ყველა ომში ჩათრევას ცდილობს და ყველა დაძაბულია, ეს იწყებს თავის ომს აქ. სატანაა, ეგ ვერ ხვდებით მაგას? ამიტომ იესო ქრისტემ გარკვევით მაგალითი გაჩვენა. როგორ უნდა იყოს ღმერთის კაცი, რომ ჩხუბები ეს ყველაფერი სატანიც არის. გითხრა რომ ჩემი სახელით მოვლენო, პირდაპირ ჩემი სახელით ილაპარაკებენო, რომ მე ვიცი ქრისტე, ვიცნობ ქრისტეს და დემონები იქნებიან. იგივე ხდება. ან ავიღოთ მეორე, რომელიც პირდაპირ ქრისტეს უწოდებს თავის თავს. ვითომ რომ არ ლაპარაკობს. მისი დემონი საერთოდ სხვანაირი ტაქტიკით ხელმძღვანელობს. როგორი ტაქტიკით? აი ესეთი ფარული ტაქტიკით. ჯერ ეს იყო, მერე ეს იყო, მერე ეს იყო და მერე ბოლოს გახდა ქრისტე. ჯერ წერდა თავის თავზე რომ მაგალითად ესა და ეს სახელი და ქრისტე. მძიმე კი არ არის ქრისტე. ჯერ ვერ ბედავს რომ ქრისტე უწოდოს თავს, მაგრამ თან უწოდებს ქრისტეს თავს. წინადადებაში უწოდებს თავს ქრისტეს. და ხალხს დაავიწყდა რომ ქრისტე ასე კი არ მოვა. ქრისტე მოვა უცებ. რა დაგიბარათ ქრისტემ? მე მოვალო უცებო. და ქრისტე ისე მოვა, რომ კითხვა კი არ გაგიჩნდება რომ ეს მართლა ის არის თუ არა. არც მე, არც ათეისტს არავის ერთი კითხვა მსოფლიოში არ გაუჩნდება მართლა ქრისტეა თუ არა. ყველას ეცოდინება რომ ის არის ქრისტე უცებ. როგორ? ყველანაირად შეგრძნებით ყველაფრით. ამიტომ ესეთი ლიდერები სულიერი ბრჭყალებში, რომლებიც ქრისტეს უწოდებენ თავს და მის ირგვლივ დემონურ მდგომარეობაში არიან, რომ ახვიდე იმ ფინაში კიბიდან დაგაგოროს ვიღაცამ შეიძლება. პირდაპირ შეპყრობები აქვთ მის ირგვლივ ხალხს და მის ირგვლივ შეპყრობა კი არა, სატანა ვერ უნდა ჭაჭანებდეს და დემონი. დემონი ჩემს გვერდით ვერ ჭაჭანებს და მაგის გვერდით როგორ უნდა ჭაჭანებდეს? მიხვდით რა შეასაქმე? დემონები ჭაჭანობენ დემონების გვერდით. ამიტომაც არიან ის ხალხი, ვინც გარეთ ელოდება შეპყრობის სახეებით და მოქმედებებით, გინებით და ქმედებით. ეხლა არ ვიცი, ვერ მივეკარები, მომიტევეთ. შეიძლება კიბეზე დამაგორონ. გესმით რას გიხსნით? ეს გელოდებათ. დიდი სიცრუე ეგელოდებათ და ბოროტებებში ჩათრევა ღმერთის სახელით. ამ პროცესში იქნება ეს კვანძი. აი დღეს რომ დააყარეს ერთმანეთს და ამ ბიჭისო, მე მეგობარი ვარო, ესე ყველა მოერთა და უმხედრდითო და ფაქტობრივად წამებულად რომ გამოყავს თავი. ამ ბიჭს ვუყურებ და ეს ბიჭი მისი ძმაკაცი, რომელმაც ცალკე პოსტი დადო, არის კეთილშობილი სული. მაგრამ ესეთი კეთილშობილი სული, სადაც მოხდება ბოლოს, ყველაფერი გასაგებია. რატომ? იმიტომ რომ იმას ბოლომდე თუ მიყვება, ის ისეთ მდგომარეობაში მიიყვანს ნელ-ნელა, გადააპროგრამებს, რომ მისთვის კამათები, ჩხუბები, ბოროტებები და ეს ყველაფერი გახდება ნორმალური ღმერთის
სახელით და უკვე დაკარგავს სულს. აი ესეთ სულებს ჩაიყოლიებენ სატანასთან და თავადაც სწავლენ და ასეთ ქრისტეს დამცველები თავადაც ვერ აცნობიერებენ, რას აკეთებენ, მაგრამ ის აცნობიერებს რას აკეთებს. საქართველოში ვინც ყავს, ის აცნობიერებს უკვე ყველაფერს. აქამდე ვერ აცნობიერებდა. ეხლა უკვე აცნობიერებს ვინ გახდა და ვინ არის შიგნით. იმიტომ რომ მისი ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა ჩხუბში, კამათებში და ბოროტზე ლოცვით, ამ მდგომარეობით. და სხვა ადამიანებიც ამ მდგომარეობაში ამყოფა ამდენი წლების განმავლობაში. მას აქვს უკვე სერიოზული შეპყრობა. ამაშია საქმე. და მისი ძმაკაცის მსგავს კეთილშობილ სულებს წაიყოლიებს. 1000-ობით და 100,000-ობით ადამიანს წაიყოლიებს. ღმერთთან არავინ არ არის დაიმახსოვრე, თუ ვინმე კამათობს. არავინ არ არის ღმერთთან, თუ ვინმე კამათობს. მარტივად გაარჩიე. თუ ვინმე სტრესშია, მის ირგვლივ თუ სტრესებია, არ არის ღმერთთან. მარტივი პასუხი. მის ირგვლივ კამათებია? სტრესშია? ღმერთთან არ არის. მე უნდა ვიყო მთელ საქართველოში კამათებში. და თქვენი აზრით, ჩემს ჩათრევას არ ცდილობდნენ კამათებში? შავი მაგები, სხვადასხვა ჭყალებში სულიერი მოღვაწეები და მე რატომ არ ავყევი კამათებში? და საერთოდ რატომ დავაიგნორე ყველა? იმიტომ რომ ეს არ არის ღმერთის, სატანის არის. ამიტომ თუ გინდა გაარჩიო სატანის მოციქული, გადახედე მის ირგვლივ კამათები თუა. მარტივი გასარჩევია. ვის ირგვლივაც კამათები და დაძაბულობა სატანის მდგომარეობაა იქ. ეს ხილული და არიან უხილავი სულიერი ჭყალებში მოღვაწეები, რომლებიც არ ჩანან ესე. მქონდა ბევრი სიყვარული საქართველოში და ნამდვილი ნაძირლები აღმოჩნდნენ. ქალებზე მოძალადეები აღმოჩნდნენ. ყველა ამ პროცესში ვინც მართლა ქმედებით სუფთაში იქნება, დაუცველი კი არ იქნები თქვენ. არამედ მიხვდები ვინ არის და ვერ ჩაგითრევენ. შუმანის რეზონანს მოყვება ღმერთის ხმა თქვენ გულში. თუ ღმერთს მიყვებით და შეიმეცნებთ და გაძლიერდებით ქმედებით თუ გახდები ღმერთის მსახური, მაშასა და მე შენი სულის მსახური ავტომატურად. შენ ვეღარ დაგამარცხებს ვერაფერი და ამით გაიმარჯვებ, რომ ესეთ ლაწირაკ და ესეთ წარწყმედილ ჭყალებში სულიერ ლიდერებს თუ რასაც უწოდებთ, არ აყვეთ. ამას აღარ აყვებით, როცა ღმერთი იქნება თქვენში. გაარჩევთ ბოროტს და ნამდვილს. ამიტომ დაუბრუნდეთ საწყის თემას, ამათ უნდათ ცრუ მეფობა, ძალაუფლების ჩაგდება манипуляციებით, კამათებით, ყურადღების მიქცევებით, პოპულარობით, ყველა ამ პროცესებით. თავს უწოდებენ ღმერთის მოადგილეს. ღმერთის მოადგილე არ ჩანს. ღმერთის მოადგილე სადღაც მთაშია გახიზნული და როცა საჭირო იქნება, მაშინ გამოჩნდება და თვალთხილურით სასწაულს მოახდენს, როცა ამის ფუნდამენტური საჭიროება იქნება. გესმით რაშია საქმე? ღმერთის მოადგილე და ღმერთის ხალხი არ ჩანს, რადგან ეს არის საიდუმლო. საიდუმლოა ეს ხალხი. ვერ ხვდებით მაგას? ან თუ საიდუმლო არ არის, ღმერთის კაცი არის მშვიდში და მის ირგვლივ არის მშვიდი და სიყვარული. სურო სატანისტი მოვიდეს და კამათი ცადოს, მშვიდი და სიყვარულია მის ირგვლივ ხალხში. ისე კი არა რომ იქ ვიღაც თავს წმინდანს უწოდებს და მის სახლთან შეიძლება დაგაგორონ კიბიდან. ან ეს 100,000-ობით ხალხი ერთმანეთს გადაკიდა და აქამდე კიდებდა და ამდენი ბოროტება აკეთა. იესო ქრისტეს დამცველად უწოდებს ხალხი. ეს ყველა არის სატანა. სატანა ესა. კამათები და ყველაფერი ეს. ეხლა რას აკეთებს? აი ეს ვითომ იესო ქრისტეს ქომაგი და დამცველი რომ არის, ან ის ვითომ წმინდანი და ქრისტე რომ არის, ან ეს ყველა სხვა კოუჩები ვითომ ღმერთთან რომ არიან. რას აკეთებენ? ისინი თქვენ გაძლევენ ცრუ ცოდნებს, რომელიც ღმერთს გაშორებს და აგიხსნით როგორ. მაგალითად, მოდი ავიღოთ მაგალითად იესო ქრისტეს ქომაგი, რომელიც არის ჭყალებში, ვითომ იესო ქრისტეს მოადგილე. რას აკეთებს ახლა ეს? კამათობს სხვა ადამიანებთან, რომლებიც სხვა რელიგიის არის, ნებისმიერი მისი საუბრები არის კამათი, ფურთხება და ეს ყველაფერი. ეს გავიგეთ. და შენ რას გაძლევს ამ ყველაფრის ცოდნა? არაფერს. ან რას გაძლევს სახარებიდან მოყვანილი მაგალითები, რომელიც კამათებზეა დაფუძნებული? არაფერს. შენი ყურადღება გადააქვს. რატომ? ეხლავე აგიხსნი. შენ გიახლოვდება ღვთიური მდგომარეობა, ზე ადამიანის მდგომარეობა. და ამ ზე ადამიანის მდგომარეობას სჭირდება ცოდნა, ტექნიკური ცოდნა ჭირდება. სამყაროს კანონზომიერებები, როგორ მუშაობს მექანიკა, სიყვარული მართლა რა არის, მოქმედება როგორ უნდა გავაკეთოთ, მშვიდი რა არის, ღმერთი რა არის, ის კანონზომიერება რა არის, შენი ძალა როგორ მუშაობს. ამის ნაცვლად სეირს გაყურებინებენ, ყურადღება გადააქვთ და ნამდვილ შემეცნებას არ უთმობთ და ვინც უნდა გახდეთ იმ ადამიანის ინსტრუქციას არ სწავლობთ. მარტივად გეტყვით. წარმოვიდგინეთ, ახლა გეუბნება ვიღაც, რომ აი 5 წელში შენ გახდები ზებუნებრივი ადამიანი. ავიღოთ ორი მაგალითი, ორი ადამიანი, გამთლიანების ადამიანი და ვთქვათ, იმ ვითომ ქრისტეს მოადგილის მსმენელი ადამიანი. გამთლიანებაში ადამიანი სწავლობს, ვინ გახდება საერთოდ და როგორ მართოს თავისი ძალები, ძალა რა არის, ღმერთი რა არის, სამყაროს მექანიკა რა არის, ყველაფერს სწავლობს ინსტრუქციას. იმისა თუ რაც უნდა გახდეს, როგორ მართოს თავისი ძალა, რომ ბრელმა არ მოატყუოს, იქ შავმაგიაში არ გაყოს თავი, ის რა დიდებულიც უნდა გახდეს, იმის ინსტრუქციას სწავლობს, როგორ აამუშაოს საკუთარი ძალები. ქრისტეს ჭყალებში მოადგილე რას აკეთებს და მსგავსი სულიერი ჭყალებში კოუჩები. არ გასწავლის, არც შენი ძალის მართვას, არც ღმერთთან ყოფნას. გამუდმებით კამათში ყავხარ, გამუდმებით დაძაბულობაში ხარ. იესო ქრისტეს გინებას ისმენ ვიღაც ათეისტები,
მამაცები მოყავს, შავი მაგები მოყავს და ვითომ რაღაც საქმეს აკეთებს, იცავს ქრისტეს. ანუ არაფერს არ სწავლო, გაყინული ხარ და გგონია ღმერთს სწავლო. შენ ღმერთი რომ ისწავლო, უნდა ისწავლო სამყარო და შენი თავი. ყველას მოუწევს ისწავლოს მართოს თავისი ძალები, თავისი ნიჭები, თავისი ეს ყველაფერი, როგორ იყოს მშვიდში, როგორ კონდეს ფიქრების კონტროლი, რომ ბნელი აზრები არ დანავარდობდეს აქეთ-იქეთ, როგორ კონდეს სიტყვების კონტროლი. ყველა ის ცოდნა, რასაც გამთლიანებაში ვასწავლი, ყველას წყალივით დაჭირდება, ჰაერივით, რადგან ამის საჭიროება გახდება მალე, უფრო მეტი. და ეს ამას არ გასწავლის, ამას შენი ყურადღება გადააქვს კამათებზე, სეირებზე და საკუთარი ტყავის ცნობადობაზე. კარგი, შევეშვათ ამ რაღაც გაუგებარ დემონურ შეპყრობას. მსოფლიო მასშტაბით გავიდეთ ეხლა. ადამიანები რეგულარულად საუბრობენ უცხო პლანეტელებზე და ყველას სახელი იცის, რეპტილიების, რომელი რასის წარმომადგენელია, რომელი დემონის სახელი რა არის, იქ ოდინი და კოდინი და მისი თავი გამოტენილია სისულელეებით და გონია რაღაც იცის და სინამდვილეში არაფერი არ იცის, გარდა იმ რაღაც შეთქმულების, თეორიების, ყალბი ინფორმაციებისა, რომელიც არ ჭირდება და ყალბიც რომ არ იყოს, რაში გაინტერესებს ვიღაც ტილიანი უცხო პლანეტელი, რომელიც რამდენიმე ხომალდით მოფრინდა დედამიწაზე და ცდილობს სატანასთან ერთად მართოს მასის რაღაც ნაწილი. შენი ნამდვილი მტერი არის სატანა და სატანას რომ გაუმკლავდე, უნდა იცოდეს შენი ძალები, შენ როგორ მუშაობ, მერთი რა არის, ის რა არის, ეს რა არის და ამის ნაცვლად დემონის ყველა სახელი იცი და რეპტილიის ყველა სახელი და წარმომავლობა. სისულელეებით გიტენიან ტვინებს, რომ ნამდვილით არ დააკავო შენი გონება. ასეთი ადამიანები რომ მოდიან, ყველგან ურჩევლად არ არსებობს რომ ვინმე გამორჩეული იყოს. სამყაროზე რომ მკითხო, ანაბანა არ იცის. სამყაროს მექანიკის შესახებ არაფერი არ იცის და გონია რაღაც იცის, რადგან გონია რომ რეპტილიების სახელები და ამ რაღაც სხვადასხვა რასების სახელები თუ იცის, ეს არის უკვე ცოდნა და ყველაფერი ცოდნია, არაფერი არ იცი, გამოგიტენეს სისულელეები, ტვინი. შენი ტვინი უნდა იყოს დაკავებული გამთლიანების ცოდნებით, პირდაპირ გეტყვი. რატომ? იმიტომ რომ გამთლიანებაში გასწავლი საერთოდ ღმერთი როგორია, შენ როგორი ხარ, კანონზომიერებები როგორია, სად რა უნდა ქნა, როგორ რა უნდა ქნა, ინსტრუქცია უნდა ისწავლო შენი მომავალი თავის მოხმარების, მარტივად რომ გითხრა, ვინც გახდები და შენ ეს ინსტრუქცია არ იცი. ვიღაც სულელი რეპტილიების და ვიღაც სულელის ომებში ხარ ჩართული და საერთოდ არ იცი ვინ ხარ, ახარ და ამიტომაც ხარ ქაქში. ერთადერთი რაც გააქვს, ეს არის ცრუ სიამაყე ხიბლი, რომ რაღაც იცი. არაფერი არ იცი პრაქტიკით. ყველა ვინც მოვიდა და რეპტილიებზე დამიწყო ლაპარაკი და ამ ყველაფერზე სპეციალურად ვეკითხები, აბა ამაში რამე იცი და არაფერი არ იცის. არაფერი, საერთოდ ნულის დონის ცოდნა აქვს. ნამდვილ ცოდნაზეა საუბარი, თორე რაღაც პაპსა ცოდნაზე კი არა და ამიტომ ნახეთ, ყველანი ესენი ეცდებიან თქვენს გათიშვას, ან ჩხუბებზე გადაგიტანონ ყურადღება, ან კამათებში ჩაგაგდონ, სტრესებში ჩაგაგდონ და გაგითიშონ ღვთიურობა, ან ცრუ ცოდნები მოგცენ რეპტილიებზე, რომლებიც არსებობს, მაგრამ რაში მაინტერესებს ვიღაც კურკლი სადღაც რომელიღაც თანამდებობაზე უცხო პლანეტელი. მე მაინტერესებს როგორ მიგვარებს ბნელი და საერთოდ აქ რა ხდება. მე მაინტერესებს ქრისტეს მტერი და ღმერთი ქრისტე. არა ისე როგორც ბიბლიურად, არამედ პრაქტიკულად, ტექნიკურად უნდა იცოდე ეს ყველაფერი, ვინ ხარ შენ, ეს რა არის, ის რა არის. ვიღაცა ბიბლიას თუ გიკითხავს, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ის ღმერთთან არის, ხალხო. დაფიქრდით ამაზე. შენ რამდენიმე წელში ის კი არ დაგაინტერესებს, ის რას ამბობს ქრისტეზე, ან იმან რა იკამათა. გამწარებული იქნები, ღმერთო, ეს ნიჭი როგორ მართო, ღმერთო, როგორ დავამშვიდო გონება, ღმერთო, ის როგორ ქნა, ის როგორ ქნა, ის როგორ ქნა, ეს როგორ ქნა და ამის ზევნას დაიწყებ ბოლოს, თუ გეყოფა გონება. რადგან ისეთი არსი ხდები, რომლის გამოყენების ინსტრუქციის ცოდნა გჭირდება. ამიტომ აპოკალიფსის პერიოდში გამოიყოფა ორი ტიპის ადამიანი, რომელსაც გონია რომ ღმერთი იცის და რომელშიც გაიღვიძებს გარკვეული ძალები და რომლის მართვას ვერ შეძლებს და ამიტომ ძალიან ბევრი პრობლემა დაეწყება და ვერ უშველის ვითომ ქრისტესთან არის და სულ კამათებში როა და ასე შემდეგ. ვერაფერი ვერ უშველის გარდა ინსტრუქციის შესწავლისა. თუ ვინ ხდება ზებუნებრივი ხდებით ყველანი და თქვენი ზებუნებრივი ძალები როგორ მართოთ, ამის ინსტრუქცია უნდა ისწავლოთ. ამის ინსტრუქცია რომ ისწავლო, უნდა ისწავლოს სამყაროს მექანიკა, ღვთიური და ამით უნდა იცხოვრო. არ არის საკმარისი უბრალოდ ტაძარში რომ იარო, ვერ დაგეხმარება ეს. ვერ დაგეხმარება ამ ვითომ ქრისტეს ქომაგები, რომლებაც ომში ჩაგითრიეს. ერთმანეთის ხოცვა-ჟლეტაში რომ ხართ, ეს ყველაფერი არის თქვენი განადგურების და დაცემის მდგომარეობა. მე ამ ხალხთან რომ ხართ, თქვენი ძალები არ გაიღვიძებს და მეორედ მოსვლის დროს თქვენ გჭირდებათ ყველას ეს ძალები. ესენი უბრალოდ თქვენს ჩათრევას და თქვენს სტრესში ჩავარდნას ან რაღაც ცრუ ინფორმაციით გონების დაკავებას კი არ ცდილობენ, არამედ თქვენ თუ თქვენ ღვთიურობას არ განავითარებთ, თქვენ მეორედ მოსვლის პერიოდში ბოლოჟამის დროს ღვთიური ძალები აღარ გექნებათ. ვეღარ გაუმკლავდებით ამას. ეხლა ამ ყმაწვილმა, რომელმაც ეს რაღაც ბრძოლები წამოიწყო, 100,000 ადამიანი, მისი გამომწერი უკან დახია რამდენიმე წელი. ამას ეხლა ვერ დაიჯერებთ თქვენ. მარტო ამ ერთი კვირის კამათების შედეგად. რამდენმა ერთმანეთს დაცხო, რამდენმა ერთმანეთს აგინა, აფურთხა და ვეღარ იტანს. ვერ ხვდებით რა ხდება?
თქვენი აზრით ამ ადამიანებში ეს მდგომარეობა ღმერთის ძალას გახსნის, არა, პირიქით უკან ხევს და სულ უკან წაიყვანს, სანამ არ დაცემს ბოლომდე. ის ადამიანები, ვინც გამთლიანების მსგავს ნამდვილ ცოდნებს მოისმენს და იცხოვრებს ამით, ის ყველაფერს გაუმკლავდება და ბოლოს ჯამს გაივლის ძალით მოსილით. ამაშია საქმე, იმიტომ რომ მეორედ მოსვლის დროს ვინც ღმერთთან იქნება, უბრალოდ ღმერთთან კი არ იქნება, ძალები შემოვა, ძალით მოსილი იქნება. ამიტომ ძალით მოსილი რომ გახდე, უბრალოდ აზარში სიარული და ლოცვა ვერ დაგეხმარება. შენ უნდა მიხვდე ვინ ხარ და ვინ ხდები და ამის ინსტრუქცია უნდა ისწავლო ტექნიკურად. ამიტომ ესენი არიან ცრუები. ერთი ვითომ იესო ქრისტეს მოადგილეა, მეორე თავს იესო ქრისტეს უწოდებს და ხალხს დაავიწყდა მარტივი ჭეშმარიტება. იესო ქრისტეს ადამიანის გვერდით არანაირი კამათები და ეს ყველა ნეგატიური ენერგიები არ ხდება. ეს ფაქტი უკვე იმას გეუბნება, რომ ის ვინც იესო ქრისტეს უწოდებს თავს, ის არის ცრუ და ბნელი. ვერაცნობიერებთ, რომ ნებისმიერი დემონის მქონე სულიერი ბრჭყალებში ლიდერი არის კამათებში. მის ირგვლივ ადამიანები არიან კამათებში. ის რომელიც თავს ქრისტეს უწოდებს, მის ირგვლივ ადამიანები არიან ჭმაღეჭვაში. სანამ ის კარებთან მიხვალ და შეხედავ, შეიძლება კიბეზე დაგაგორონ თქო, რატო ვამბობ? ამ ყმაწვილის გვერდითაც ყველა არის ჭმაღეჭვაში. თუ სულიერი ლიდერის გვერდით ადამიანები არიან ჭმაღეჭვაში, სატანა ყავს მას. მარტივი პასუხია. გესმით? იესო ქრისტე კამათებში იყო? არ იყო იესო ქრისტე არავისთან კამათებში. იესო ქრისტე არავის არ ეკამათებოდა. იესო ქრისტე ამბობდა თავის სიტყვას და ადამიანები თავისით მოდიოდნენ მასთან. მისი მოციქულები კამათებში იყვნენ დაძაბულობაში, ხალხი დააპირისპირეს ერთმანეთს? არა. მოციქულებიც და იესო ქრისტე თავის სიტყვას ამბობდნენ, ვინმე თუ არ იღებდა ამ სიტყვას არ ეკამათებოდნენ და ვინც იღებდა ამ სიტყვას ბუნებრივად მიდიოდნენ ადამიანები. წმინდანებთანაც იგივეა და ცრუ ლიდერები სხვანაირად გამოიყურებიან, ესე გამოიყურებიან. ჭმაღეჭვა არის მათ ირგვლივ. რატო? იმიტომ რომ სატანა ამ ენერგიას ასხივებს და ჭმაღეჭვის გარეშე ვერ იცხოვრებს. იმის დემონი ამ ხალხის ჭმაღეჭვაზე ცხოვრობს. ის თავს ქრისტეს რომ უწოდებს, ფაქტობრივად მის ირგვლივ ვინც არიან და რომ ჭამენ ერთმანეთს, იმ ჭმაღეჭვით ცხოვრობს იმის დემონი. ამიტომაც არის ეს ჭმაღეჭვა, თორე ახირება კი არ არის. და იესო ქრისტეს გვერდით, წმინდანის გვერდით ჭმაღეჭვა ფიზიკურად არ არის, იმიტომ რომ მისი სული ამაზე არ ცხოვრობს. ეს ცოდნები გამოგადგება შენ მომავალში. კარგად დაითვისე. ეხლა ესენი რას აკეთებენ? ესენი ცდილობენ გახდნენ ცრუ მეფეები, ცრუ იესო ქრისტეს მოადგილეები, ცრუ იესო ქრისტეები, ცრუ მეფეები უნდათ რომ გახდნენ. მარტივად შეხედეთ სიტუაციას. სანამ ის ქრისტეს მიიწერდა გვერდით, ესა და ეს სახელი და ქრისტე წერია მერე გვერდით მძიმეს გარეშე. სანამ ქრისტეს სტატუსს მიიწერდა გვერდით, მაქამდე ხო საერთოდ ქრისტეს არ ახსენებდა. ნახე რა შვებიან, ჯერ ქრისტეს მოადგილეებად იყენებენ თავს და მერე ქრისტეები ხდებიან. ამ მოხუცმა იკადრა და უწოდა თავის თავს ქრისტე, გაუვიდა ამის დემონს. და ეს ყმაწვილი ქრისტეს მოადგილეს უწოდებს თავს და ცოტა ხანში ქრისტესაც უწოდებს თავს, რომ პირდაპირ კი არა, რომ ქრისტეს ხმას ლაპარაკობს. რაღაც ამასინად გადავსკროლე და არ უსმენ მაგას, არ უსმენ, კოშმარია. გადავსკროლე და ქრისტეს სახელით ვიღაცას დაემუქრა. რო ქრისტეო შენო ესე დაგჭისო. ანუ ქრისტეს სახელით იწყებს უკვე ლაპარაკს. და რაღაც საჭიროა მე ქრისტე, თვითონ ხდება ქრისტე. მოადგილეები ხდებიან რეზიდენტები, ესე ვთქვათ. ანუ ქრისტეს მოადგილეები ცდილობენ გახდნენ ქრისტე. იმიტომ რომ სატანა ცდილობს მისმა დემონმა დიდი ხნის წინ დაგეგმა ამ ადამიანში და ესეთ ადამიანებში დიდი პროექტი, რომელ პროექტამდე ეს ადამიანები მიდიოდნენ და გაუცნობიერებლად გახდნენ ესენი. ნაწილი გაცნობიერებულია, ნაწილი გაუცნობიერებელი. აი თუნდაც ახლა ავიღოთ ის, რომელიც ქრისტეს უწოდებს თავს და მამა გაბრიელის მოსწავლე ვიყავიო და ის მამა გაბრიელის მოსწავლე რომ იყავი, თამდაბლობა ვერ ისწავლე. მამა გაბრიელმა იქ გასწავლა, ქრისტე უწოდე შენს თავსო. ამაშია ხალხო საქმე. ამაში გესმე, დემონები ბრჭყალებში, სულიერ ქოუჩებში მიისწრაფვიან ცრუ მეფობისკენ, რომ ბოლოს გახდნენ ქრისტე. თუ პირდაპირ ქრისტე არ გახდება, ქრისტეს მოადგილე და ქრისტეს ხმით ილაპარაკებს და გინდ ქრისტე იყოს, გინდ ქრისტეს ხმით ილაპარაკოს. რაღა აზრია, რასაც უნდა იმას ილაპარაკებს ქრისტეს სახელით. ეს ხდება საქართველოში და მასშტაბში რეპტილიები და ამ ყველა სისულელეებით გადააქვთ ყურადღება. და ყველგან ხდება ერთი და იგივე. ასევე არიან ყალბი ეზოთერიკოსები, რომლებიც ეხლა დაიწყეს და რა თქმა უნდა ერთ-ერთი ჩემი ლაპარაკი აქვს პირდაპირ გადაკოპირებული. სხვას ვერ ამბობს, იმიტომ რომ ის რასაც ლაპარაკობს არ იცის. რაზე ლაპარაკობს, უბრალოდ ჩემი ლაპარაკი აქვს გადაკოპირებული და იძახის რომ მაგალითად ყველა გარე მექანიზმი სატანის არის, ბნელის არის და გადასკროლავ და რამდენიმე გადასკროლაში აბა დღეს ტაროს გაშლით გიჩვენებთ მომავალს და ჩემი ლაპარაკი მოპარული რო აქვს იმის გამო რომ ვითომ
სუფთაშია გამოაცხადოს. ჩემს ლაპარაკს იმეორებს თავისი მდგომარეობის საწინააღმდეგო სიტყვებს და ამბობს, რომ წინასწარ მეტყველება ბნელის არის და ასე შემდეგ და გამოდის და ტაროს შლის. ის ეხლა ან გაცნობიერებულ ბნელშია, ან გაუცნობიერებელ ბნელში. იძახის წინასწარ მეტყველება ცუდიაო და ტაროს შლის. ვერ გავიგეთ, ტაროს გაშლა წინასწარ მეტყველება არ არის? ხალხო, წინ გველოდება ყველას უდიდესი ცრუ, მაგრამ გამთლიანებაში ვინც იქნებით, თქვენ ვერაფერი ვერ მოგერებათ. არ ვიცი მე ღმერთმა რატო გადაწყვიტა ესე, მაგრამ მომცა ძალა იმის, რომ ბნელი გავშიფრო. არ ვიცი, ბუნებრივად შიფრაო ბნელს და ცოდნებს. ამიტომ გამთლიანებაში დაცული ხართ. ისე არ არის, რომ ერთი მხარე იქნება და მეორე მხარე მხარსაც დაგიჭერთ. ღმერთი არის თქვენს გვერდით ყველას. ვინც ღმერთთან იქნება, გაიმარჯვებს. ვინც ღმერთთან არ იქნება, ვერ გაიმარჯვებს. ღმერთთან იქნება, თუ გინდა ჩემთან არ იყავი, კაცო. სადაც გინდა იქ იყავი, ღმერთთან იყავი. ამაშია საქმე. მე უბრალოდ გასწავლი, როგორ იყო ღმერთთან. ბიბლიას კი არ გასწავლი. სამყაროს მექანიკას გასწავლი. ინსტრუქციას გასწავლი. ფანატიზმს და დაწყეთ ერთმანეთს და არა ღმერთი, არა შენ, არა მე, ამას კი არ გასწავლი. სამყაროს კანონზომიერებებს გასწავლი, რომელიც ავტომატურად დაგაყენებს ღმერთის გზაზე და ღვთიურს გაგხდის. ეს სხვაობაა გამთლიანებასა და ყველა ამათ შორის. ესენი კიდევ დაიწინაურებენ თავს, ჯერ ქრისტეს მოადგილეები არიან, მერე ქრისტეს ხმა გახდებიან და ბოლოს ქრისტეები გახდებიან. მერე ერთი ქრისტე, ორი ქრისტე, ერთი ქრისტეს უწოდებს თავს, მეორე ქრისტეს მოადგილეს. ადრე თუ გვიან ერთმანეთს დაცხებენ. ჭყალებში სულიერი ლიდერები და ეხლა ხო დაცხეს და კიდევ უფრო ვარისი იქნება და მერე ეს ხალხი დაცხებს ამ ლიდერებთან ერთად. აი როგორც სოფლიო ომის წამოწყების პროცესში ხდება თქო, რომ გითხარი. ამას აპროექტებს სატანა, ყველგან ერთი პროექტია. რა ხდება თქო სოფლიოში, რა გითხარით, რომ როგორც ორი ბიჭი კამათობდეს ერთმანეთთან და ძმაკაცები მოყვეს, იგივე ხდება. ესენი თავად კი არ კამათობენ ერთმანეთთან. ამ 100,000 ხალხს აჯახებს ერთმანეთს და ესე ჭყალებში სულიერი ლიდერები დაახოცინებენ ერთმანეთს. დააკვირდით რა ხდება სოფლიოში. ერთი ქვეყნის ლიდერი მეორე ქვეყნის ლიდერს ებრძვის, ომს უცხადებს. ომი იწყება, მერე სხვა ქვეყნები ერთვებიან ომში. იგივე ხდება აქაც. ერთმა ლაწირაკმა წამოიწყო მეორე ლაწირაკთან ბრძოლა და მის უკან გამომწერებიც ამ ბრძოლაში ჩაერთვნენ. მიხვდით რა ხდება? ერთი და იგივე სცენარია. სოფლიო მასშტაბით და ჭყალებში ვითომ სულიერი ქოუჩების ირგვლივ. ესე გაშიფრეთ სატანის მოციქულები. ზოგი გაცნობიერებულია, ზოგი გაუცნობიერებელია, მაგრამ სატანას ემსახურება. ეხლა ამათ რა ემართებათ? რატომ ხდებიან გაუცნობიერებლად ბნელის მდგომარეობაში? რატომ არის ერთი რომ ლაპარაკობს რომ ვითომ ღმერთთან არის და ტაროს შლის, ან რატომ არის ერთი რომ ქრისტეზე ქომაგობს და სატანასთან არის, ან ის რატომ არის ქრისტეს რომ უწოდებს თავის თავს და სატანასთან არის? საიდან მიდიან ამ მდგომარეობამდე? ესენი რა შვებიან? ნახეთ, მე ეხლა ამათი გზით რომ წავსულიყავი, ყველა ამათზე ცნობილი პირდაპირ გეუბნებით და ამათი ლიდერი ვიქნებოდი. ოღონდ ვიქნებოდი სატანის ლიდერი დედამიწაზე, საქართველოში. რატომ? აგიხსნით. ავიღოთ თუნდაც ეს ქრისტეს მოადგილედ რომ უწოდებს თავს. ისეთ თემატიკებს აკეთებს, რომელსაც ხალხი ჭამს. რაც სასარგებლოა, იმას კი არ აკეთებს. რასაც ხალხი შეჭამს. მიხვდით რას ვამბო? რა ნაგვის ჭამასაც ხალხია მიჩვეული ამ კამათებს და ამ ყველაფერს. ეს ეზოთერიკოსები, რომლებიც ტაროს შლიან, ნუმეროლოგია, ასტროლოგია და ყველა ამ პროცესებით არიან ჩართული, მიყვებიან ტრენდებს. იმაზე კი არ ფიქრობენ, შენ რა კურნება მოგცეს, არა. ის ფიქრობს ტრენდი რა არის, მაგალითად ეზოთერიაში. და ყველა ერთმანეთის ტრენდებს დებს და ChatGPT-საც იყენებენ და აქედან გამომდინარე ემსახურება ბნელს. და ნენელა შეცურავენ და მე უკვე ვეღარ ხვდებიან სად არიან. იმის მიუხედავად რომ პირდაპირ მაგალითებია შეპყრობის. ანუ ადამიანი ლაპარაკობს ქრისტეზე და 7 არქონია წლებია გულში, სულ ჩხუბში და სულ კამათში და მის ირგვლივ სულ ამ ნეგატივში არის და ქრისტესთან გონია თავი. გულში 7 1 საათი ვერ მოუპოვებია და ქრისტესთან გონია თავი და პირდაპირ მაგალითი აქვს და თავადაც ვერ ხვდება, ვერაცნობიერებს, იმდენად უკვე მართულია და იდეალური იარაღი არის სატანისტვის, რომელი ადამიანიც ვერ ხვდება რომ შეპყრობა აქვს. და რა დუნდა ამას ფილოსოფია, ღმერთის კაცი არ არის კამათებში. მორჩა, ღმერთის კაცის ირგვლივ არ არის კამათები. დაიმახსოვრეთ. და მე რატომ არ შევცური ამათთან ერთად? ამათ რაღაც საერთო პაპსა დინარეში. რატომ წერ საათნახევრიან ნაშრომებს? რატომ ლაპარაკობ ამ თემებზე? რატომ ვაკეთებ ამ რთულ გზას? როცა შემიძლია მათ გვერდით დავდგე და მათი ყველას ლიდერი გავხდე. პირდაპირ მნიშვნელობით. რატომ? მე ისეთ ტექნოლოგიებს ვფლობ, რომელი ტექნოლოგიებიც მაგათ არ დაესიზმრებათ. მე ხა შემიძლია თქვენ ყველა შეგკრიბოთ, საერთო მედიტაცია გავაკეთოთ თქვენთან და ისეთ შედეგებს მიიღებთ, რომ გაკვირვებისგან მთელი საქართველო ილაპარაკებს. ტექნოლოგიები ვიცი, მედიტაციის საერთოს, ჩაკრების გახსნები ისეთ შემიძლია გასწავლოთ, მთელი ქვეყანა ილაპარაკებს. სასწაულები დაგეწყებათ, რაღაცეები. მაგრამ ეს არ არის უსაფრთხო და არ არის ღვთისმიერი. მიხვდით? რას გიხსნით? მე არჩეული მაქვს ღმერთის გზა, მაშასადამე რთული გზა და მაშასადამე საბოლოოდ შედეგობრივად ღვთიური შედეგი. მე მაგას არ ვაკეთებ იმ
იმიტომ რომ მე ვხვდები რომ ეს რო გავაკეთო და ის გავაკეთო, რასაც ესენი აკეთებენ, მე გადავალ ბნელში და მომიტევეთ და ჯანდაბაში წაგიღიათ თქვენი ცნობადობა და ყველა ეს ფიზიკური მომხვეჭველობა, ეს სხვაობა გამთლიანებას შორის და ამათ შორის. ესენი თანხმდებიან ბნელის ცეკვას და ამ ბნელის ცეკვით ცეკვავენ. ეს ყვაწვილი ვითომ ქრისტეს მოადგილე რომ არის, ის ეზოთერიკოზი, ის ყველა. დააკვირდით. ერთმანეთს გვანან გადაფურთხებასავით. დააკვირდით. ამიტომ ეხა სატანა რას აკეთებს? თავიდანვე ჩაიფიქრა ამ ადამიანებში შეპყრობა, შეიპყრო, მერე მოიზიდა ადამიანები ქრისტეს სახელით, ერთმა იმის სახელით, მეორემ ამის სახელით, თან ამ რადიაციულ კვალს ტოვებენ, ანუ მათ ირგვლივ სულ კამათებია. ვიმეორებ, ყველაზე დიდ კამათებში საქართველოში მე უნდა ვიყო და არ ვარ. ვერ ხვდებით ამას? მე ვარ ის ადამიანი, ვინც ამხელს ყველა ბნელს და მე უნდა ვიწევდე კამათებს და ესენი არიან, ვინც ქრისტეს ერთოჩა. რა დროს მოვესწრებით და რა დროს ვესწრებით, ხალხო, რა ხდება? აი ეს არის. მოხდება ეს. ერთი ჭყალებში სულიერი ლიდერის და მეორე ჭყალებში სულიერი ლიდერის გამომწერები, კომაგები თუ ვინც არ უნდა იყოს, ერთმანეთს დაჭამენ და გაანადგურებენ. სატანა ერთმანეთის ხელით გაგანადგურებინებთ პირველ რიგში თავს ესეთი ცრუ სწავლებლებისგან. სოფლიო რუკაზეც იგივე ხდება ერთ-ერთში. ერთი ლიდერი მეორეს ებრძვის, ამ ლიდერებს ვინც უჭერენ მხარს, ესენიც ებმებიან ომში. იგივე ხდება. იმიტომ რომ ამათ ყველას ერთი პენისი აკეთებს. მოდი ესე გეტყვი. სატანის პენისიდან არიან გაკეთებული ესენი ყველანი. ეს სულიერი ქოუჩებით სატანის პენისიდან არიან გაკეთებული, ისინიც ყველა ერთიდან არიან გაკეთებული. და ამიტომაც გვანან ერთმანეთს. აბა თქვენ გონიათ დამთხევაა ის რომ აქ ამათმა ერთმანეთს დაცხეს ერთმანეთს და სოფლიო მასშტაბით დაიწყო იგივე პროცესი? ერთი საერთო მასშტაბური პროცესი იწყება და ვისაც დაქვემდებარება აქვს ამ ყველაფერზე, იმეორებს იმ გარე პროცესებს, რაც დაგეგმილი აქვს სატანას. ამიტომ ემთხვევა დრო, კამათის, დაძაბულობის და ერთმანეთის ჭმაღეჭვის ომის დაწყება, საერთაშორისო სოფლიოს ჭმაღეჭვას. დააკვირდით, ერთი და იგივე დროს დაიწყო და ერთი და იგივე ამბავია. აქ ერთმანეთს დაცხეს, ამათმა გამომწერება დაცხეს, ევროპაში ორმა ქვეყანამ დაცხო და მათი გამომწერები, მოდი ესე ვთქვათ, მხარდამჭერები ერთვებიან ომში. ერთმანეთს გვანან ერთი ხმის მსმენელები არიან სატანის. ამიტომაც ემთხვევა ეს ყველაფერი. ქრისტეს მიმდევარი რატომ გავს იმას, რაც მსოფლიოში ხდება? ანუ რატომ არ მაქვს მე ომი, იმდენი ომის წამოწყება შემეძლო ხალხო, ვერ აგიხსერთ. ეხლა ისეთი რაღაცები შემიძლია ვილაპარაკო, მთელი საქართველო ერთმანეთს დაჭამს. რატომ? იმიტომ რომ მათი ლიდერები ყველაფერი ვიცი. მაგრამ მე სხვანაირად ვაკეთებ, რომ ერთმანეთი არ დაჭამოთ და ქრისტეს მიმდევარი რატომ უნდა გავდეს თავისი შედეგით მასონების მიერ სატანისტების მსოფლიო ომის წამოწყების მიზანგეგმას? რატო ემთხვევა ამის მიზანგეგმა და შედეგი? იმიტომ რომ ერთის მსახურები არიან, ან გაცნობიერებულად, ან გაუცნობიერებლად. არ მაინტერესებს რომელია, გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი. ის არის. ამიტომ სატანა ადამიანებს ერთმანეთს დააჭმევინებს და პირველ რიგში ამით გაანადგურებს. პოლიტიკურ ველზე ეს მოხდება, სულიერ ველზეც ეს მოხდება და ყველა ველზე ეს მოხდება. ერთმანეთს დააჭმევინებს, რომ მერე ადვილად გაუმკლავდეს. და რაღაც ნაწილს ტვინი გამოტენილი ექნება რეპტილიების სახელებით და ყველა ამ ცრუ ინფორმაციების სახელებით და როცა საქმეზე მივადა, საკუთარი ძალები, ნიჭები წამოიწევს წინ და არ ეცოდინება რაღაც ნიჭი როგორ მართოს, ის როგორ ქნას, ეს როგორ ქნას, ან ზოგი შავი მაგის მახეში გაებმევა, ან ზოგი ასეთი ვითომ ქრისტეს მხარდაჭერაში გაებმევა და 1000 პრობლემაში იქნება, ესეთი ადამიანები ვერ გააღვიძებენ ბოლო ჟამის პერიოდში თავის ღვთიურ ნიჭებს, რომელი ნიჭებიც უნდა დაეხმაროს გადარჩენაში. მაგალითად, ინტუიცია, რომელიც ინტუიცია არ არის და მომავლის ხედვის უნარი აქვს. მომავლის ხედვის თქვა წინადღით. ან სიზმარხილვაში რომ ნახო რაღაც მოხდება და მეორე დღეს მოხდება. ეს ნიჭები ისე წამოიწევს წინ, რომ ბოლო ჟამის დროს შენ ეს გამოგადგება, შენ სიზმარხილვაში ნახავ იმ მოვლენას, რომელმაც შეიძლება გარდაცვლას გადაგარჩინოს მეორე დღეს. ადამიანები რომ ამოიცნო ბოლო ჟამის დროს ვინ დაგაზიანებს, ვინ არ დაგაზიანებს. ეხლა ჩემს წინ ადამიანი რომ დადგება, ყველა ინფორმაცია მოდის მის შესახებ. და ყველა ეს უნარები გეხმარება რომ ბოლო ჟამის დროს გადარჩე. და შენ თუ ღვთიურობას ვერ გახსნი, ამათი ნათქვამის შესრულებით კი არა, ნამდვილი ღვთიურობით გახსნი ამას. ამას თუ ვერ გახსნი, ბოლო ჟამის დროს მარცხდები. ეს ხდება. იმიტომ ამათ უკან რაც გას დემონები, ესენი ისე გეთამაშებიან როგორც კატას ლაზერს კედელზე უნათებ და ეთამაშები. ამათი კამათები თქვენი ყურადღების გადატანა, ამათი რეპტილიებზე ლაპარაკები ყურადღების გადატანა. ყველაფერზე გაფიქრებენ და გალაპარაკებენ, ოღონდ არ დაფიქრდე ვინ ხარ მართლა, არ შეისწავლო სამყაროს ნამდვილი მექანიკები და რომ არ გახსნა შენი ღვთიურობა, რომელიც მომავალში გჭირდება რომ გადარჩე. ის ნიჭები და ის ნიჭები, რომელიც ადამიანებში გაიღვიძებს, ზოგი ამას ბოროტებაში გამოიყენებს გაუცნობიერებლად. შენ, ხო, შენ, თუნდაც მაგ ჭყალებში ქრისტეს მოადგილის მეგობარი რომ ხარ და კაი საქმეების კეთება
რომ გინდა შენში ძალები რომ გაიღვიძებს ამდენ კამათებში და ბრაზებში და სტრესებში რომ ხარ შენმა ძალამ შეიძლება ვიღაცას დაარტყას და გარდაცვალოს და ავტომატურად გახდები მკვლელი დაგღუპა მორჩა და შენ ვერ ხვდები რა ძალები გელოდება მე ჩამოგართვევენ მაგ ძალებს უცებ როგორც კი შენ მასეთ კატასტროფას გააკეთებ გაგიუქმეს წდომა ღვთიურ ენერგიაზე გადავარდი 3 წლით უკან ანუ იმის გამოსყიდვა გჭირდება მე და ესეთ ვალებში გაგდებენ ესენი ამ კამათებით სტრესებით ბოღმებით ბრაზებით ვალებში გაგდებენ უკან მიდიხართ და ბოლო ჟამის დროს დრო აღარ გეყოფათ რომ გამოისყიდოთ ეს ყველა სტრესები ყველაფერი ან ვალებში თუ არ ვარდებით სრუ სამიზნეებზე გათამაშებენ ესე ლაზერს მიგინათებს და უცხოპლანეტელებზე ლაპარაკობ და შეისწავლი ან ლაზერს მიგინათებს და გაკამათებს შენს ძმა ღვიძლთან ქართველთან მუსლიმანების ჭამაკი არ იყო ეხლა ქართველებს აჭმევინებს ერთმანეთს და ეს მადა კიდე გაიზრდება გესმით რას გიხსნით მადა ეზრდება დემონს ნენელა ჯერ მუსლიმანებს მიადგა და მერე ათეისტებს მიადგა და ყველა ამოწურა და ვეღარ გაძღა იქ და ეხლა მიადგა საკუთარ ქართველს დააჯახა ერთმანეთს და აჭმევინებს მერე ეს არ იყოფა მერე სისხლის დაღვრა მოუნდება და ეს ელოდება მეორედ მოსვლის პროცესში ვისაც ნიჭები ექნება ვინც უფალთან იქნება და ვინც თავის ინსტრუქციას ისწავლის საკუთარი თავის მოხმარების ინსტრუქციას ვინც ისწავლის უბრალოდ ღმერთთან კი არ იქნება ვინც ისწავლის ის დაინახავს ვინ არის ის ადამიანი ბოლო ჟამის დროს გამოეცლება გადარჩება წინადღით რა მოხდება ასე თუ ისე ნახავს შიმშილი თუ იქნება დროს შეანელებს ააჩქარებს გონებაში გადაიტანს აღარ დაჭირდება ამდენი კვება რადგან სხეული დამუხტული იქნება ღვთიური ენერგიით და ასე შემდეგ და ვისაც ეს უნარები არ ექნება ვერ გადარჩება ამაშია საქმე და ამ უნარების გაღვიძება არ სურთ მათ თქვენში და ამიტომაც გამოდევით კამათებში ყავხართ დაძაბულობაში ყავხართ ძმა-ძმას აჭმევინებს დადას აჭმევინებს და ესე რაც მსოფლიოში ცდილობენ ესენიც ამას აკეთებენ მაკრო სიტუაციაში თუ ვინმე გელაპარაკება რეპტილიებზე ვინც არ გასწავლის სამყაროს მექანიკას ნამდვილს მადლიერება რა არის მშვიდი რა არის ფიქრების კონტროლი ვინც არ გასწავლის შენი თავის ინსტრუქციას ყველანი არიან ბნელებში ყურადღების გადატანა უნდა თქვენი ან ამით ან კონფლიქტით განაწილებული აქვთ დემონებს ადამიანებს რომლებსაც კამათებისკენ არიან მიდრეკილი ქრისტეს მოადგილე ამ ჭყარები ყმაწვილის სიაში არიან კამათობენ ვინც ცოცხალი თავით არის კამათებს ისინი რეპტილიების და ამ ყველაფრის შესწავლაში ყავთ განაწილებული ყავხართ თქვენი სუსტით და ძლიერი მხარეების მიხედვით ხოლო გამთლიანებაში ვინც ხართ თქვენ ვერ გერევია რატომ იცით მე ახლა ვაკვირდები გამთლიანების მსმენელი როგორია აი დააკვირდით გამთლიანების ჭეშმარიტი მსმენელი როგორია კეთილშობილია არ ჩხუბობს ბოროტებებში არ არის ამ ხალხთან ხომ ვურთიერთობ კომენტარებს ხომ წერს ეს ხალხი ამ ხალხში არის სუფთა ვუყურებ ვინ არის ჩემი მსმენელი ვერ იქნება ის ადამიანი რომელიც კამათებშია იმ ყმაწვილის მსმენელი ჩემი მსმენელი ვერ არის იმიტომ რომ იმისთვის არის დედის არღანი მომიტევეთ სულიერი მდგომარეობა ჩხუბები და ეს ყველაფერი და მე რომ ვუთხრა დამშვიდი კონდეს და ეს არ არის მისი ამიტომ მსმენელი ასევე წარმოადგენს ლიდერის სახეს მოსწავლე წარმოადგენს მასწავლებლის ნამდვილ სახეს მათი მდგომარეობა იქ მიხვედი ქრისტეს უწოდებს თავის თავს ვინასთან რომ დგანან ყველა ერთმანეს ჭამს ეს არის მათი სულიერი წინამძღვრის ნამდვილი სახე ჩემი ნამდვილი სახე არის გამთლიანების მსმენელი იმის ნამდვილი სახე არის მისი მსმენელი რომელიც ჩხუბებშია უამრავი სახე აქვს ჰიბრიდული სახეები აქვს აი სია არ მეყოფა რომ ჩამოთვალო მაგრამ ის საკვანძო ხომ გაიგეთ რით უნდა გაარჩიოთ ჩხუბები დაძაბულობა და სისულელი ცოდნები რომელიც არ გასწავლის შენ თავს და სამყაროს არამედ სისულელია ან ვითომ სუფთა ეზოთერიკოსი არის და ეს გელოდებათ ბოლო ჟამზე ამაზე ვარესები გელოდებათ ვითომ სუფთა ეზოთერიკოსი არის და სატანაზე აქვს 1 საათიანი ნაშრომი გაკეთებული ოღონდ ვითომ სატანა ცუდია ვითომ განათლებას აკეთებს შენსას და სინამდვილეში მთელი 1 საათი სატანის ხოტბის შესხმა როგორ მაგალითად მაგარი გრაფიკა აქვს აკეთებული და სატანა სანამ დაიცემოდა ესეთი დიდებული იყო შუქის მატარებელია ესეთი ფრთები აქვს ესე უპრიალებს ფრთები და ნერწყვი მოდის მოყოლისას და მთელი 1 საათი გასმენინებს სატანამ სად მოისაქმა რა უყვარს სატანას დილით რაჭამა შვადღეზე რას აკეთებს ანუ გაგაცნო სატანა ეს იგივეა ახლა მე თქვენ მოკურკლული რომ გაგაცნოთ და მოკურკლულზე რომ ჩაგიდოთ ინფორმაცია თავში რაში გჭირდება კურკლზე ცოდნა ნახეთ მე გასწავლით თქვენ ბნელებზე მაგრამ სატანის აღწერები და ესენი გამიკეთებია მე გასწავლით სატანის პროტოკოლებს სუსტ წერტილებს და ის სატანის სუსტ წერტილს კი არ გაჩვენებს სატანის რეკლამას აკეთებს ესეთი ფრთა აქვს ესე ელვარებს მზის შუქი რომ მოხდება და ლამის ცრემლები გადმოუვარდება ეხა ცოტა აკლია რომ იტიროს და დორბლი მოდის სატანაზე ისე უნდა მასთან შავი მაგია მაგრამ ეხლა ხომ არ გეტყვის ამას პირდაპირ შევა და ისწავლის ესეც სატანამ სად მოისაქმა რამდენი სახელი აქვს და როგორ ფრთაზე რა შუქი ირეკლავს და მე გონია რაღაც იცის არაფერი არ იცის სატანაზე და
ბნელებზე იცის გამთლიანების მსმენელმა. რა პროტოკოლებით მოქმედებენ, რა არის მათი სუსი წერტილი, შენს რა სუსი წერტილს იყენებენ, ინსტრუქცია. ეს არის. მე რო ჩავწერო ეხლა სატანაზე ნაშრომი, ყველაზე მეტად არ მოეწონება სატანას ჩემი ჩაწერილი ნაშრომი მასზე. და მის ნაშრომზე სატანა უბედნიერესია, დედამიწისეულ ენაზე რო ვთქვა. ამიტომ იყავით ძალიან ყურადღებით. ბოლო ჟამის დროს ყველაზე დიდი მტერი არის ცრუ მასწავლებლები. იცოდეთ ეს. ყველას მიმართ უნდა იყოთ კრიტიკულად, ჩემს მიმართაც. მე ეხლა გელაპარაკებით ამ ყველაფერს და რომ გავიდეს წლები. აი გავიდა 2 წელი, 3 წელი, 4 წლები და ამათ რომ დავემსგავსო. ჩემი მოსმენა უნდა შეწყვიტოთ მაგ დროს. რადგან მაგ შემთხვევაში ბნელთან ვიქნები. მე არასდროს არ ვიქნები ბნელთან. არ მაინტერესებს მე მიწიერი სიცოცხლე, მაგრამ გიხსნით, ვინმე ჩემსავით რომ გელაპარაკებოდეს და შეცვალოს თავისი მოქმედება, ანუ იმას და ემსგავსოს, ვისაც გიხსნით რომ მოერიდეთ თქო, მორჩით, შეეშვით, ადამიანთან გქონდეთ ნდობის ექვივალენტში, მაქამდე სანამ ამ ნდობას არ დაკარგავთ მათ მიმართ. თუ დაკარგა ნდობა, აი მე მაგალითად ეხლა გასწავლით ღვთიურობას და შევცვალე მოქმედება და დავიწყე ბოროტებები კამათებში, ჩემს გამო დაცხეთ ვიღაცა, დახოცეთ ერთმანეთი. უნდა შეწყვიტოთ ამ დროს ჩემი მოსმენა, სხვების მოსმენაც, იმიტომ რომ ესენი ამასაც გამოიყენებენ და იყენებენ. ეხლა დაიწყეს შავმამაგება, რომ გამთლიანება პირველად რომ დაიწყო ეს ბნელის ფრხელა, ამათმაც დაიწყეს. ვითომ ეხლა ღმერთის მხარეს არიან და გვერდით ტაროშლის. აი ზუსტად ის. დაიწყო ლაპარაკი, რომ ესო ჩემი ერთ-ერთი ნაშრომის გადმოკოპირებული ინფორმაცია. გამიხარდა, მაგრამ მე შევედი და ტაროშლის. და მე მივხვდი რომ იპარავს ჩემს ცოდნას რომ ხალხი მოიზიდოს. დააკვირდით რას ლაპარაკობს და რას მოქმედებს. ასევე. ეხლა ვიღაც შეიძლება გამოვიდეს და თქვას რომ რატო მაშინე ბოლო ჟამზე და ამ ყველაფერზე და შენ გაკვეთილი გაშინებს და ის არ გაშინებს დესტრუქციულ ჩხუბებს რომ უყურებ ამ თუნდაც ვითომ ქრისტეს მოადგილეს რასაც აკეთებს ან თუნდაც ტელევიზორს რომ ჩართავ და ამდენ დესტრუქციულ ინფორმაციას რომ ჭამ. მის მიმართ არ გიჩნდება ნეგატიური განწყობა, რადგან ამ ფეკალიების ჭამას ხარ მიჩვეული და მე რომელიც გასწავლი, შეიძლება ჩემს მიმართ გაგიჩნდეს რომ რატო მაშინებ. კი არ გაშინებ, გარდაუვალს გაჩვენებ და გარდაუვალს რომ დახვდე ძალით ამას გასწავლი. და ეს ინფორმაცია კი არ უნდა გაშინებდეს ტელევიზორში, რასაც უყურებ, რა დაძაბულობებშიც ხარ, კომენტარებში რა დაძაბულობებსაც კითხულობ იმ ადამიანებს, ვისაც უსმენ, რომლებიც იესო ქრისტეს სახელით ლაპარაკობენ და დაძაბულობის პიკზე არიან. იმათ უმიწერ, იმათ შეგაჩვია იმათმა უბრალოდ ნენელა ამ ფეკალიას. ისე რომ ვეღართ გძნობ მის გემოს. დროებით პატივში არიან, დროებით ცნობადობაში არიან, დროებით ვითომ ღმერთთან არიან, ყველანი გამოჩნდებიან ბოლოს, ფინიშზე გამოჩნდებიან ესენი. იესო ქრისტე რომ მოვა მყისიერად, მაშინ გამოჩნდებიან ესენი ბოლოს. ეხლა მაშინ კითხვას დასვამ, რატომ მოდის იესო ქრისტე ბოლოს? ხომ შეიძლება დასაწყისში მოვიდეს? რატომ მაინც და მაინც ბოლოს? ანუ ყველაზე მძიმედ როცა იქნება სიტუაცია, მაშინ მოვა იესო ქრისტე. იმიტომ რომ ღმერთთან ის მოხვდება, ვინც იმ მძიმე გზას გაივლის. რადგან ეს გზა ვინმეს კი არ მოსწონს. ეს გზა გასავლელი აქვს ადამიანს. ყველაზე დიდ გლოვას ვინც დაამარცხებს მეორეთ მოსვლას. ის ყველაზე დიდ ღვთიურობას შეიძენს. აქედან გამომდინარე. ამიტომ ბოლო წვეთამდე უნდა იბრძოლო ღვთიურობაში. ეხლა ღვთიურობას ნუ გაიგებთ რაღაც რელიგიური ან რაღაც ისეთი ნარატივით. ან ისეთი რაღაც ფანატიკური ნარატივით. შენ ბოლო ჟამის დროს ღმერთთან თუ არ იქნები, ვერ გახსნის შენს ღვთიურ ძალებს, რომელიც უნდა დაგეხმაროს ბოლო ჟამის გადატანაში. ამაშია საქმე და მომიტევე ეხლა მოგწონს ეს თუ არ მოგწონს, ამაშია საქმე. და ქრისტეა გზა. ქრისტე არის უფლის სახლში შესასვლელი გზა. ქრისტეს განვლილი ცხოვრება, რაც ინსტრუქციის სახით აგვიტოვა. და მნიშვნელობა არ აქვს ბუდისტი ხარ, იაღოველი ხარ, ის ხარ. მნიშვნელობა არ აქვს თუ ათეისტი ხარ, ამასაც არ აქვს მნიშვნელობა. შენი ცხოვრება თუ ბუნებრივად გავს იესო ქრისტეს ცხოვრებას, შენ შეიძლება ქრისტიანი იყო და იაღოველმა გაჯობოს. ამაშია რეალობა. თავისი ცხოვრების ღმერთის მდგომარეობით ცხოვრებით. გესმის? ვინ ცხოვრობს ქრისტეს მაგალითით, ამით ხედავს იესო ქრისტე და ღმერთი და არა იმით რომ იაღოველია, ათეისტია, ქრისტიანია და ასე შემდეგ. ეს კარგად გააცნობიერეთ. ღმერთს არ აინტერესებს ვინ ხარ შენ დედამიწაზე. ღმერთს აინტერესებს ვინ ხარ შენ შიგნით. იესო ქრისტეზე ყველაფერს სწავლობენ და არ სწავლობენ ნამდვილი იესო ქრისტეს და ნამდვილი იესო ქრისტე რომ ისწავლო, უნდა მისწავლო შენი ცხოვრება, სამყაროს კანონზომიერებები და ყველაფერი. ამიტომ გონს მოეგეთ, იყავით მშვიდში, არავის კამათებს არ აყვეთ, არავის დაძაბულობას არ აყვეთ, დაძაბულობა არ დაუშვათ შიგნით, ღმერთი შეუშვით შიგნით, მაშასადამე მშვიდ
7 შეუშვით შიგნით, მაშასადამე შემოვა სიყვარული, მაშასადამე გაიღვიძებს შენი ღვთიური ძალები, მაშასადამე ისწავლი შენი ღვთიური ძალების მართვას და ამ მართვას ისწავლი ინსტრუქციის სწავლით და წარმატებით გაივლი ბოლო ჟამს. ყოველგვარი ზედმეტი ტკივილების გარეშე. დაგლოცოთ უფალმა, მშვიდი იყოს თქვენში, გამთლიანება თქვენს გვერდით არის. დავლოცავ დედამიწას, მასში მცხოვრებ ადამიანებს. დავლოცავ ქართველს, საქართველოს, მასში მცხოვრებ ადამიანებს. დაგლოცავთ თითოეულ თქვენგანს.